მოგესალმებით, ეთერში იმედი ლაივია, გიორგი ფუტკარაძესთან ერთად გიყვებით მთავარ ამბებს ისე, როგორც არავინ სხვა. ვიწყებთ მოვლენათა მიმოხილვას, მომავალი კვირიდან პოლიტიკურ ველზე პარტიების მომრავლდებიან, როგორც წვიმის შემდეგ სოკოები და ანონსებულია, რომ მელი ამჯერად გაბედავს და პარტიას ჩამოაყალიბებს, ახალი მოძრაობით გვევლინება ამბიციური ექს-პროკურორი გვარამია, სადაც ახალი მხოლოდ ორგანიზაციის სახელი იქნება. ამ კვირაში დაასრულა პოლიტიკური მარათონი ლომჯარიამ, პოლიტიკურ ლიდერად გახდომაზე ოცნება არ აუხდა, ახლა ცდილობს რომელიმე პარტიას მიეთმასნოს. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლელო მუსტანგი ვერ დაქოქა და იმედებს თხებზე ამყარებს. ბუნებრივია ისმის კითხვა, რატომ მრავლდებიან ასეთი სისწრაფით პოლიტიკური პარტიები? ამბავი ქართული ოცნების თავმჯდომარემ განმარტა. ოცნებას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ მათ მხარს უჭერს 60%, 20%-მდე კი ნაცმოძრაობას, თუმცა რჩება დაახლოებით 20% გადაუწყვეტელი ამორჩეველი. ეგრეთ წოდებული ახალი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში, რომ რაიმენაირად ის 20% შუაში მყოფი ამორჩეველი შეაცდინონ და დააჯერონ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობას, ახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა. საარჩევნო მარათონი ვერ ჩაივლის მედია ცვლილებების გარეშე, გვარამიამ პარტიის დაფუძნების წინ სატელევიზიო წილები დათმო და საკუთარ მეუღლეს გადაუფორმა. თუ იმეს ილუზია ჰქონდათ, რომ ამ ინსტრუმენტს ხელიდან გაუშვებდა ცხადია შეცდით, საგანგებო რეჟიმზე ასევე გადასული კეზერაშვილის ტელევიზიაც, სადაც გასართობი პროექტები უკვე დაიხურა და ამიერიდან მხოლოდ საინფორმაციო და პოლიტიკური მაუწყებლობა იქნება, თუმცა კეზერაშვილი მხოლოდ ფორმულას იმედად ვერ დარჩება, ამიტომაც სხვადასხვა პარტიებსა და მოძრაობებს გულუხვად დააფინანსებს, თუმცა დიდი ფული რომ ოპოზიციის მიმზიდველობასა და არჩევნების მოგებას არ გულისხმობს, უგულავა ეცადა, რომ ეს ხატოვნა დაეხსნა. ეს არჩევანი ამიტომ არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკური ლიდერების მოწონებით არ იქნება, ეს არ იქნება, როგორ გითხრათ, სექსი არჩევნები, ჯერჯერობით არ ჩანს. არც ერთი პარტია ის არ გამოიყოფა, მიუხედავად იმისა, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა სექს პარტია, ანუ არ არის რა, ეხლა აი რო შეხედავ, აი ხო გახსოვს რა ამასობაში გრძელდება პოლიტიკური სერიალის ილუზიების ტყვეობაში ახალი სეზონი, სადაც სცენარის მიხედვით $1 მილიონ დაქირავებული ლობისტები ციხეში გამოკეტილი ექს-პრეზიდენტისთვის სხვადასხვა პერიოდულობით ქირავენ ევროდეპუტატებს და განცხადებებს აწერინებენ, ხოლო ქვეყანაში კი მისი პარტიის წევრები საკუთარ აქტივს ხელმოწერებს აგროვებინებენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს არწმუნებენ, ნახეთ რა ბევრი ვართო. სხვადასხვა ეპიზოდში ჩნდებიან ხოტბის შემსხმელი პერსონაჟებიც, ადრე გუბაზი, თაკო და სხვები იყვნენ, ახლა წალენჯიხის მერმა შეითავსა ესრული და სააკაშვილს მარკუს ავრელიუს ადარებს. დიაგნოზი ცხადია, უცვლელია, პარტიაში მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ამ კვირაში სალომე ზურაბიშვილიც ვერ ჩამოყალიბდა, თუ როდის შეიწყალებს სააკაშვილს. საკითხს რამდენიმე ასპექტი აქვს, მათ შორის შიდა კონკურენცია ოპოზიციის ლიდერობის საკითხში. სააკაშვილი ზურაბიშვილის პირდაპირი კონკურენტია. ერთის მხრივ პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არ სურს ოპოზიციის ლიდერი გახდეს და მეორეს მხრივ მისი ყველა ნაბიჯი, მათ შორის რადიკალებთან დაუსრულებელი შეხვედრები ადასტურებს, რომ მას სწორედ ეს სურს. სალომე ზურაბიშვილი ის შემთხვევაა, როცა ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. მისგან ჩვენ არაფერს არ გამოვრიცხავთ, მას რასაც ეთქვიან, იმას გააკეთებთ, თუმცა პატიმარი სააკაშვილის შეწყალებით პრაქტიკულად ის თავის თავზე იღებს იმ უმძიმეს ტვირთს, რაც არსებობს ამ შემთხვევაში დღეს პატიმარ სააკაშვილზე და ამ შეწყალებით ის პრაქტიკულად შეეხიდება და ვივა მეჩი დაჯდება სააკაშვილთან აი ამ გადაწყვეტილებით. შეხვედრები და სამზადისი დაიწყო ოცნებამაც, გეგმა ასეთია, 100 დღე და 10 რეგიონი. პირველი აჭარა იყო პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და აქტივს შეხვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოცნების ამოცანა არჩევნების დამაჯერებლად მოგება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრები თანამებრძოლებთან კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს ადამიანები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი პარტიის გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს გამარჯვებული. ეს იყო პოლიტიკური ამბების მიმოხილვა, ახლა სტუმარი შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში, ლელა რაზიკაშვილი. მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ, ლელა. მეტნაკლებად მიმოვიხილეთ პროცესები, რომელიც ამ კვირაში ვითარდებოდა, 8 თვე რჩება არჩევნებამდე. ჩვენ გვესმის დაპირებები და დაიწყო დაპირებების მარათონი, პრინციპში რაც არჩევნებს ახლავს ხოლმე. საინტერესოა, რა არის საზოგადოების დაკვეთა, რა სითხოვს ახლა ხალხი და რამდენად თანხმედრაშია ეს დაპირებები მოთხოვნასთან. მოგესალმებით ყველას. დღეს 3 მარტია და ჯერ მინდა დავიწყო იმით, რომ მიულოცო ყველა დედას. ეს არის დღეს, დღევანდელი დღე არის ის დღე, როცა ჩვენ შეგვიძლია
კეთილის სიტყვით გავფანტოთ ხელაშვილის მიერ ნათქვამი სევდა დედას უყვარვარ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა და მინდა მიულოცო ყველა დედას, რომელიც ოკეანის დაღმას, სხვაგან არის წასული თავის შვილების მომავლისთვის წლების წინ და ეს იმედია ჩვენ ვიბრძვით ყველა რომ ეს დასრულდება. მათაც ვინაც თავის საკუთარი შვილი გაუზარდეს სამშობლოს და ისეთივე გმირები არიან როგორც მათი შვილები. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოლოდინის მოსახლეობის მოლოდინი რაც იყო რაც დაუკვეთეთ 2012 წელს რისთვისაც ვიბრძოლეთ ქვეყანა შემოგვებრუნებინა ევროპული ინტეგრაციის და ევროპული ღირებულებებისკენ და მივდივართ ნაბიჯ ჩვენ დღესაც რითაც მივახციეთ შედეგს აი ამ 35 წლიანი 9 აპრილიდან სტატუსამდე ესე ვთქვათ შედეგს რითაც მივახციეთ ჩვენ გვინდა ეხა ეს ჩვენი დაკვეთაა ჩვეულებრივი ადამიანების რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე რომ შევიდეთ აი კეთილდღეობის, უსაფრთხოების და განვითარების სივრცეში. ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ახალგაზრდობის და ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ძალიან მარტივად. ხა რას ვხედავთ ამ მიმართულებით? პოლიტიკურ კლასში ვხედავთ ჩვენ რაც დაუკვეთეთ, ჩვენ ავირჩიეთ ხელისუფლება და მივყვებით ნაბიჯ და ხედავთ პოლიტიკური კლასი, რატომღაც კი არა. კარგი ხანია ჩვენ ამას ვფიქრობთ, რომ ჩამორჩა საზოგადოებას. ჩამორჩა რაღაცნაირად გაიფანტა და სხვაგან არიან ჩვენი სოციალური დაკვეთა სხვაგან არის და ვეინდენად ვერ პასუხობენ, რომ აი ხა ამასინათ უსმინე ერთ-ერთი ნაწყვეტი ვნახე ოპოზიციურ არხზე საუბრობდა ორი ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციური ფლანგის მხარდამჭერი. ერთი ეუბნება ამბობს, რომ მე ვიცი რომ დამარცხდება ოპოზიცია, იმიტომ რომ სუსტად არიან და მეორე აწყვეტინებს და პასუხობს რომ ეუბნება მე უფრო მეც გეტყვი რომ კი არ დამარცხდება მე მაგალითად ვამბობს ადამიანი მე მაგალითად არც ერთ ამხლა ჩამოყალიბებულ მიმდინარეობას და ოპოზიციურ ფლანგს არ უჭერ მხარს და ეხლა ასე გამოდის რომ საზოგადოებას კი არ ჩამორჩა ეს კლასი არამედ თავის ამორჩეულსაც თურმე ჩამორჩა თავის მხარდამჭერსაც. მოდით ვისაუბროთ აი რაში გამოიხატება ეს ჩამორჩენა უფრო კონკრეტული მაგალითები იმიტომ რომ შესაძლოა თქვენ ახსენეთ პოლიტიკოსების ერთ ნაწილს და ოპოზიციურ კლასს რომელიც ჩამორჩა და ეს მაგალითი მოყავთ აი უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ რატომ ჩამორჩნენ და როგორ ძალიან ხელის გულზე რას დევს ჩემი აზრით და საზოგადოება რასაც უყურებთ არის ეს რომ ბრძოლა მიმდინარეობს მხოლოდ ძალაუფლებისთვის და არა იმისთვის რომ ეს ძალაუფლება რაში უნდა გამოვიყენოს შემდეგ მაგალითად ამას გავაკეთებ იმას იდეები და ღონისძიებები ჩვენ ვერ ხედავთ აი ხა გეტყვით ერთ მაგალითს მაგალითად საზოგადოება მიჩვეულია რომ რაიმე დიდი პრობლემა ქვეყანაში რო იქნება გარბოდა ოპოზიციასთან ის ოპოზიციასთან ერთად აყალიბებდა რა უნდა გაეკეთებინა როგორ უნდა მიაღწია წინააღმდეგობის ფრონტი იყო აი ხა ჩვენ უყურეთ ძალიან მარტივ მაგალითს რომ იხილებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძალიან დიდი პრობლემა ხო ძალიან მტკივნეულად აღიქვეს ეს მედპერსონალმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ადამიანებისთვის, ვინც მკურნალობდა იქ და ჰაერში ეკიდა თითქოს ეს თემა და გახსოვთ ალბათ ყველა თემის პოლიტიზირება ხდება ხოლმე. ჩვენ დავინახეთ მაგალითი, რომ მივიდნენ სპეციალისტები, მედპერსონალი დასხდნენ ხელისუფლებასთან ერთად, მოილაპარაკეს და ეს საკითხი გადაწყდა. ყოველივე პოლიტიზირების გარეშე, ანუ პოლიტიკური კლასი დარჩა გვერდზე და საკითხი მოგვარდა. აი ზუსტად ამას ვამბობ, რომ ადამიანები ვუყურებთ, რომ ხდება მხოლოდ ბრძოლა ძალაუფლებისთვის, იქ რა ამბავი მივიტანო, იქ რაღაც ჩავშალო, იქ სტატუსი მე მჭირდება ან ძალაუფლება დავიბრუნო ან ჩავიგდო ხელში, მაგრამ ჩემი პრობლემის მოგვარება ისევ ჩემი გადასაწყვეტია. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, როცა სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოება იქამდე გაიზარდა, რომ ამბობს და ღონისძიებს, ცდილობს, რომ მე თვითონ გავაკეთებ ამას და რატომ უნდა გავაკეთო სხვამ, მაგრამ მეორე მხრივ ქვეყანას ოპოზიცია ნამდვილად ჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ანტურაჟი კი არ არის მხოლოდ იმისთვის რომ დაინახონ გარედან, ეს არის განვითარების, კრიტიკის, ჯანსაღი კრიტიკის მაგალითი, რომ ყოველთვის დაჭიმული იყოს ხელისუფლება არაფერი შეეშალოს და ყოველთვის იაროს იმ გზაზე, რაც შეგვპირდა ჩვენ როცა ავირჩიეთ. კი ბატონო, ველზე ზოგადად გვაქვს ასეთი ვითარება, ხო? ერთის მხრივ არის ხელისუფლება, მეორე მხარეს არის ნაციონალური მოძრაობა, თავისი 6 თუ 7 სატელიტი პარტიით და შესაბამისად ამ პარტიების ნაწილი ან ნაცმოძრაობის ყოფილი წევრები რაღაცნაირად ცდილობენ რომ შექმნან მესამე ძალის ანტურაჟი ეხან როდესაც საუბრობდით და ეს ადამიანები ცდილობენ რომ დაგვარწმუნონ რომ ძველი ნაცმოძრაობა აღარ არიან. რამდენად დამაჯერებელია ეს მცდელობები ან ამ შემთხვევაში უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ რომ ეს ის ძველი გვარამია, ძველი მელია და სხვა ეს ადამიანები იგივენი არ არიან. პრობლემა ამ ძველი პოლიტიკური კლასის სწორედ არის პერსონები რომლებიც არ იცვლებიან. სხვათა შორის
საოცარია და თვით განახლების უნარი აღმოაჩნდა უფრო ხელისუფლებას და მიდის მუდმივად ამ თვით განახლების გზით ვიდრე ოპოზიციას. ეხლა ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც ვედავებით საქართველოს პრეზიდენტს რომელიც ის ციხეში ხო ვედავებით ნაციონალურ მოძრაობას ერთი ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ იმ ადამიანებმა ვისაც მიცვალებული ყავს, ვისაც წაართვეს, ვინც დააზიანეს, ვინც დაზარალდა. ერთი პირიქით დამონათება აქეთ არის და ამბობენ რომ რა გვაქვს ბოდიში მოსახდელია ჩვენ ქვეყანა შევქონით და ასე შემდეგ. ეხლა ამ შემთხვევაში ადამიანებმა რომლებსაც ნამდვილად გვეშინი არ დაბრუნდეს ის დრო როგორ შეიძლება დავიჯეროთ როცა ვერ ვხედავთ ვერაფერს აი სინანულსაც კი ვერ ვხედავთ როგორ შეიძლება არ გვეშინოდეს და არ ვფიქრობდეთ რომ გუშინდელი დრო ხვალ არ დაბრუნდეს. აი ეს ასეთი აზრი აქვს უამბრავს მარტო იმას კი არა რომ ის დაზარალდა ვინაც უყურა თავისი მეზობლის მეგობრის ნათესავის და ასე შემდეგ დაზარალებას. ძალიან მარტივი თემაა ეს და ძალიან ძველი ახალი ღვინო მოკლედ ძველ ტიქჯორაში ესეთი კითხვით ეხლა რომ სააკაშვილი ციხეში ზისო მაგრამ მე მგონი ორი თვეში და ციხეში და ყველა დანარჩენი დრო მან გაატარა ვივამედის პალატაში. თუმცა ახლა მიმდინარეობს ასეთი კამპანია რომ სააკაშვილი უნდა იყოს გამოშვებული აუცილებლად და შედარება მიმდინარეობს ნავალნისთან. ნუ ეს ცნობილი ამბებია რომ თითქოს სააკაშვილი არის პუტინის ტყვე რომ ახლა იტანჯება ზუსტად ისე როგორც ნავალნის ციმბირის ციხეში და ასე შემდეგ. ეს შედარებები არის განკუთვნილი უფრო უცხოელი აქტორებისთვის თუ მუშაობს ქართულ საზოგადოებაზეც რომ ვივამედის პალატაში სააკაშვილს აწამებენ. გეთანხმებით ნავალნის მაგალითმა ეს თემა გააცოცხლა, მაგრამ სწორი ბრძანეთ ეს თემა უნდა გავყოთ შიგდა პოლიტიკური ბაზრისით და საზოგადოებისთვის და გარედან. ეხლა თუ გარედან შევხედავთ, ნავალნის თემა არის პოლიტიკური ნიშნით ადამიანის მკვლელობის მაგალითი, რომელიც ნამდვილად უნდა დაგმოს ცივილიზებულ მსოფლიო, იმიტომ რომ ეს არის დიქტატორმა თავისი ალტერნატივა მოკლა. ნავალნი იყო დაჭერილი მუხლით, პოლიტიკური მუხლით, ექსტრემიზმისთვის, მიცეს მას 19 წელიწადი და შემდეგ მოკლეს. მეორეც ახლა ნავალნის საქციელსაც გადავხედოთ, სხვათა შორის ის ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს ჩვენზე როგორი ეს სხვა თემა არის, რომ იმპერიული წარმოდგენები ზუსტად იგივე ქონდა, როგორც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რუსეთისაც დიქტატორული და ამბიციები საქართველოს ტერიტორიაზე და გავლენაზე მას არ დაუთმია არასდროს, მაგრამ მისი საქციელი სიმამაცე ჩვენ ახლა ვნახეთ ის ამითაც განსხვავდება რა თქმა უნდა გვიმტკიცეთ მთელი ეს პერიოდი რომ ეს ძალიან მამაცია რომ საქართველოს ხალხისთვის შემოვიდა იმ კონტეინერი გასაგებია საერთოდ მიკავთ მაგრამ შიდა პოლიტიკური ველისთვის და საზოგადოებისთვის ისევ კიდევ ერთხელ ხელის გულზე დავინახეთ ეს განსხვავება. დავინახეთ განსხვავება საქციელს შორის, დავინახეთ განსხვავება უბრალოდ საყოფაცხოვრებო პირობებს შორის და კიდევ ერთი ყველაზე მთავარი, ნავალნი არის რეპრესირებული და სააკაშვილს პასუხს თხოვენ რეპრესიების გამო. იმან თვითონ შექმნა რეპრესიული სისტემა და კონკრეტული ბრალდებით ზის როგორც დაუშვათ თანამდებობის ძალაუფლების გადამეტების ნიშნით და აი იმდენად ამასთანავე გამოქვეყნდა და ყველა ვნახეთ რა თქმა უნდა ნავალნის სამყოფელი სადაც იყო და ამისი საცადბურე პირობები რამდენი ხანია მთელი საქართველოს ლოცულობთ მისჯამთელობაზე ოღონ კარგად იყოს ოღონ ჭამოს ოღონ რა ვიცი მას არაფერი დაუშავდეს და ეხლა ამის შედარება უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს მოკლედ რა გასაგებია თუმცა კამპანია ფრიმიშა აქტუალურია ახლაც და ბოლო 2 წელია პრინციპში ამას ვხედავთ მაგრამ თავარი აქტორი აქ მაინც და აქცენტი კეთდება პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ხო სახელმწიფო გუნდი უკვე დარწმუნებულია რომ ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ამ ნაბიჯს და შეიწყალებს სააკაშვილს. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? იმსახურებს ექს-პრეზიდენტის შეწყალებას? მე შემიძლია ვთქვა ასე, ბევრი შეხება მქონია სხვადასხვა ადამიანები ძალიან ბევრჯერ მოსულან ხოლმე და სხვადასხვა პატიმრის შეწყალებაზე ხელის მოწერა უთხოვიათ. ესეთი მაგალითები ყოფილა, მაგრამ როდესაც შეწყალებაზე დგება საქმე, პირველ რიგში უნდა აპატიოს მას დაზარალებულმა. მოკლულის ოჯახმა, წართმეულის ოჯახმა, ნაწამების ოჯახმა და თუ ამ ადამიანების მიმართ სინანულიც კი არ არის და საერთოდ ეს ადამიანები სხვაგან არიან, მაშინ ვინც არ უნდა მოაწეროს ხელი, მათი ხელმოწერა ცარიელ ქაღალდად რჩება. ჯერ დაუშვათ შეწყალების აქტი ძალიან მარტივია, ვიცით ყველამ რომ უნდა აღიაროს მოინანიოს, მერე უნდა აპატიოს მას, მისმა დაზარალებულმა და შემდეგ მოხდეს. აი ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური და საკანონმდებლო პროცედურა, როგორც ადამიანურ დონეზე ვიცით ჩვენ. მაგრამ ეხლა რას იტყვის ქალბატონი პრეზიდენტი, რომელი ძალების გავლენის ქვეშ მოხდება ეს პროგნოზი, ალბათ დღეს ყველას უჭირს. რაღაც ვარაუდები გვაქვს, მაგრამ ნუ რთულად პროგნოზირებადი გახდა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ზოგადად და ბოლო წელიწადნახევარი 2 წელია რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რასაც ადრე ვისმენდით და ვხედავდით, ხო ჩვენ
პრეზიდენტის ცვლილება რამ განაპირობა? პრეზიდენტის ცვლილება განაპირობა მე ვფიქრობ იმან რომ მან თავიდანვე იცოდა და უფრო გავიდა ჩემი აზრი ეს არის საზოგადოებაში ალბათ რამდენიმე ადამიანი გარკვეულ მასთან დამეთანხმება. მან დაინახა რომ მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. შემდეგ დაუშვათ აქვს ამბიცია მოეწონა, ასე ვთქვათ, თავისთავი პოლიტიკაში და აქვს ამბიცია რომ რაღაც დაუშვათ მოვლენების სათავეში მოექცეს ან რომელიმე პოლიტიკური ძალის სათავეში მოექცეს და აი სანამ დაუშვათ შეუძლია არ ჩამოვიდეს ამ ველიდან. ეს ამ ცნობას, ძალაუფლების ცნობას ადამიანები ძალიან ხშირად უმეტეს შემთხვევაში ვერ უძლებენ და ისე გაუტყობებათ ხოლმე ეს ძალიან მარტივი თემაა და მას მოვიდა ის რაც მოსდის ძალიან ბევრს. ანუ ძალაუფლების ცნობას რა თქმა უნდა, ეს არის იმხელა ცნობა რომ როცა ადამიანია გამორჩეული, გმირი, მორალურად გასწონასწორებული შეიძლება მან გაუძლოს და ნუ ეხა ეს გამოვიდა ასეთი როგორც არის. თუმცა ერთია რომ როდესაც ძალაუფლება გააქვს, თუნდაც სიმბოლური როგორც პრეზიდენტს, მაგრამ მეორეა ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან და გულისხმობ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ახლაც კი ახალი ძალით იწყება კამპანია, რომელიც ეხება 9 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ შარშან ხედავდით მიზანმიმართულად ამ პროცესის დაზიანებას, რომელიც ყველა ქართველს უნდა აერთიანებდეს და ეს არის ევროინტეგრაციის პროცესი. თუმცა ახლაც საუბრობენ რომ საქართველოს არის შავი ხვრელი რუსეთისთვის, ახლაც საუბრობენ რომ არალეგალურად ხდება ტვირთების გადაზიდვა, ახლაც გვესმის რომ საქართველოს არასრულებს არც ერთ პირობას და მოთხოვნას, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა. რა პროცესთან გვაქვს საქმე? წეღან რომ ვახსენე რომ საზოგადოებას კი არ დასცილდა მხოლოდ თავის ამომრჩეველსაც კი დასცილდა თქო ეს არის ზუსტად ეს პროცესი მათი ამომრჩეველი ხდება უკვე სხვათა შორის ამომრჩეველი ძალიან ბევრი შეცდომაში შეყვანილი ადამიანი და ძალიან ბევრი დასავლური ორიენტაციის ადამიანი ხდება რომ მათივე არჩეული ოპოზიციური ძალები და ლიდერები აზიანებენ მათივე იდეას და მათივე მიზანს და ამ შემთხვევაში ხა ჯერეთი ჩვენ ნახეთ საოცარი წინააღმდეგობა იმისთვის რომ როგორმე ამ ხელისუფლების პირობებში არ ყოფილიყო სტატუსი და წარმატება არ ენახათ აი რას ფიქრობდნენ როგორ ჩვენ ნახეთ აი პირველ მე არ დამავიწყდება პირველი იმედგაცრუება როცა ჩვენ პერსპექტივა მივიღეთ მაშინ იმ დღეებში სასწაული რეზოლუცია ყველაზე ძალიან უარყოფით ძალიან მძიმე რეზოლუცია გამოქვეყნდა ინიცირებული სწორედ ამ ძალების მხრიდან მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადაგვედგა ახლა მათი ამომრჩეველი საზოგადოება კი არა მათი ამომრჩეველი მიხვდა რომ იმ გზაზე აღარ უნდა იარონ და ესენი მაინც იმ გზაზე არიან ამიტომ დასცილდნენ ერთმანეთს თავის ამომრჩეველსაც კი ჩვენ კი არა ხო ჩვენ ამას მოკლედ უნდა გკითხოთ ცოტა დრო გრჩება არის პერსპექტივა რომ ოპოზიციური სპექტრი საზოგადოების დააკვეთის ადეკვატური გახდეს 8 თვეში არ არის ცოტა დრო არა ცოტა დრო არ არის მაგრამ იმდენად რამდენადაც წეღან ვახსენეთ რომ არც პერსონები იცვლება არც მეთოდები იცვლება არც მათი მენტალობა არ შეცვლილა მე ამის მე კი არა ისევ დავეყრდნობი მათ ამომრჩეველს მათ ამომრჩეველსაც ამისი აღარ ჯერა და მიტომ ახსენეს რომ ამდულად რა თქმა უნდა დამარცხება ოპოზიცია და მე არ მიცნობ ხმას ოპოზიციონერი ამბობდა ხარდამჭერი ამბობდა მადლობა ლელა რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი საუბრობდა ჩვენ განვაგრძობთ ეთერს რობერტ სტურუა შემოგვიერთდება და გადაცემის მეორე ბლოკში ვსაუბრობთ თეატრზე და სათქმელზე, რომელიც რეჟისორს საზოგადოებისთვის აქვს ხოლმე. ბატონ რობერტ, მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. მოგესალმებით, მოგესალმებით მეც. მოდი დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმით, რომ 50 წელზე ბევრად მეტია რეჟისორი რობერტ სტურუა იცის ყველამ დგამთ სპექტაკლებს, როგორც მშვიდობის, ასევე მღელვარების დროს და პრინციპში იცვლებოდნენ თაობებიც, ეპოქებიც. აი, რა არის ხოლმე მთავარი სათქმელი, რაც გინდათ რომ უთხრათ ხოლმე თქვენი სპექტაკლებით საზოგადოებას? არის კი რამე პარადიული ხაზი, რომელიც აერთიანებს თქვენ სპექტაკლებს და არის კი სათქმელი, რომელიც გინდათ რომ ყოველთვის უთხრათ ხალხს? ნუ ასე ვთქვათ თუ როგორღაც მოვახერხებ გაერთიანებას გეტყვით რომ მე ვებრძვი ყოველგვარ ძალადობას და უსამართლობას ასე გამომივიდა მე ეს არ მინდოდა მე უბრალოდ მინდოდა რომ გვექადაგა სიკეთეზე იმ წესებზე ადამიანურობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ აღმოჩნდა რომ მე ვებრძვი ყოველგვარ ძალაუფლებას, რომელიც გამოხატავს თავის არანორმალურ
ძალას ერის მიმართ. პრინციპში თქვენს ბოლო სპექტაკლში მიჯაჭულ პრომეთეში საუბარი ამაზეც არის და გულწრფელად მინდა ვთქვა რომ როდესაც ვუყურე ამ სპექტაკლს აი დიდხანს ვფიქრობდი რომ როგორ შეძელით და ასე თანამედროვედ მოარგეთ ეპოქას ეს სათქმელი და როგორც წესი თქვენი სპექტაკლები ყველა დროში ამბობენ ხოლმე თავის სათქმელს და რაც იმ დროში უნდა გვესმოდეს აი ამჯერად რატომ გადაწყვიტეთ რომ ძველი ბერძნული დრამატურგიის რეფორმატორზე ესქილეზე და მის ნაწარმოებზე გაგეკეთებინათ აქცენტი რა იყო თქვენი სათქმელი? შეიძლება ძალიან პრიმიტიულად გამომივიდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პრომეთე ყველგან გამოყავთ როგორც გმირი. სინამდვილეში მას ჩადენილი აქვს სასტიკი დანაშაული, მკვლელობა. მართალია უნებლიე თითქოს, მაგრამ მაინც მკვლელობაა და მას შემდეგ ის უკვე გახდა სხვა ადამიანი. ამას უკვე სიკეთის მოტანა უჭირს, იმიტომ რომ როცა შენ ხარ ასეთი მსახური ბოროტების, მერე უკან გზა ცოტა გიჭირს. რაც არ გააკეთა, უდიდესი საქმეები გააკეთა, მერე პრომეთემ ცეცხლი მისცა ადამიანებს, მისცა ყველაფერი ხელოვნებით დამთავრებული, მაგრამ მაინც არ არის რაც იყო იმ მკვლელობის შემდეგ. ამიტომ მე ვაფრთხილებ ადამიანებს, რომ გაუფრთხილდნენ თავის ზნეობას. აი ასე, პრიმიტიულად რო გითხრათ. ცოტა უფრო რთულია სპექტაკლი. კი ბატონო. და იცით თუ სწორად მახსოვს ადრე გაქვთ ნათქვამი რომ როცა სპექტაკლებს დგავ, მე ეს ამბები რეალობაში ხდება და აი ახლა საუბრობდით გაფრთხილებაზე. დღეს რა რეალობის და გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და სამყარო? იცით რა, მე მგონია მთელი სამყარო დგას იმის წინაშე, რომ მართავს სახელმწიფოებს უნიჭო ხალხი. უნიჭო და ბოროტი ხალხი. მე არ ვეხები საქართველოს პირიქით, აქ ბოროტი ძალა, მე მახსოვს ტრისტან სარალიძე მომიყვა, როცა პატარა შვილები ყავდა, ვეუბნები შვილებსო, რომ წავიდეთ ბარჯვრით, მაგრამ მიდიათ ბარცხნივ. ამიტომ მე ვეუბნები, წადი ბარცხნივ და ისინი მაშინ წავლენ ბარჯრივო. აი ჩვენი ოპოზიცია ამას გავს, უნდა უთხრა საწინააღმდეგო, რომ წავიდეს კარგად. კაი მიმართულებით. ამიტომ მე მაკლია ნიჭიერი ხალხი, ყველგან. და რატომღაც გაბოროტებულები არიან, ყველა დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატები და დამთავრებული ევროკავშირით. მე ასეთი რამე არ ვინახია, რომ ასეთი არეული ახლა მე არ ვიზახი ჩვენ ჩრდილო მეზობელზე, იმიტომ რომ იმან დაიწყო ყველა ეს უბედურება. ახლა ნომალაპარაკეთ პოლიტიკაზე. კი ბატონო, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლით იმ ფაქტს, რომ პოლიტიკა ჩვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზითაა შემოჭრილი და პრინციპში ახლა გავიხსენებ ერთხელ, როდესაც იმედი ლაივში იყავით, თქვით, რომ მე ვერ ყვევი პოლიტიკაში, იმიტომ რომ როდესაც ჰამლეტს ვდგავ, ეს არის დიდი პოლიტიკა და პროცესების განზოგადება შემიძლიაო და თქვენ მაინც არასოდეს არ ცდილობთ ხოლმე თავი აარიდოთ მოვლენების შეფასებას და ახლა რა ხდება ველზე? ან რამე სპექტაკლს გაგონებთ დღევანდელი მდგომარეობა? დღევანდელი მდგომარეობა? არა, იცით რა, მე როცა დავდგავ სპექტაკლს, მე ის ჩემთვის უკვე დადგმულია და მე აღარ მაინტერესებს ის სპექტაკლი. ამიტომ მე ახლა პრომეთე უბრალოდ ზოგჯერ გამეხარდება, რომ ხალხს მოწონს თეატრები მაგიჟებენ საერთოდ, იმიტომ რომ სულ ავიწყებათ, რომ ისინი ქმნიან ისტორიას თეატრის. და თუ ისტორიაში, აი მაგალითად, მარჯანიშვილის დადგმები, იცით როგორი იყო, არ იცით. არც ერთმა თეატრმა არ აღნიშნა ეს. ესე იგი ისტორია არ დაწე. ახმეტელი რო არ ყოფილიყო მამაჩემი. ჩემი მამის მეგობრები, ვინც ნახა ახმეტელის სპექტაკლები, მე არ მეცდოდი რა არის ახმეტელი. თვითონ რას აკეთებენ? აი მითხარით. აკრიტიკოსებენ
თავის ნაცნობებს აქებენ, ასეთი არაობიექტური შეფასება ისტორიის თეატრის. ეს არის აუტანელი, მე მგონია. ესიც უნიჭობაა. ბოდიში თეატრებო. ალბათ უფრო იოლია მოირგო როლი კრიტიკოსის ვიდრე შენ შექმნა რამე, არა? არა, იცით რა არის? კრიტიკოსი ის კი არის, რომ გაკრიტიკებს. ის არის, რომ ანალიზს უკეთებს, მოვლენებს. და ამის უნარი მე მგონი არა აქვთ. და მე ახლა ყოველთვის რუსთაველის თეატრი იყო ეპიცენტრში გინების. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, ჩვენ ეს არ გვაღელვებს. როცა ახებენ სხვა უნიჭო სპექტაკლებს, არ მაღელვებს ეს. აქ კაია გაეხარდებათ რეჟისორებს, მსახიობებს, თეატრებს. იმიტომ რომ ეს შეგრძნება შენ რომ მაინც ხარ რაღაცა ტყვიების ქვეშ, უფრო გაძლიერებს. იცით რა მინდა კითხოთ? დიახ, ბრძანეთ. დიახ, არა, დავამთავრე. იცით კი ბატონო, იცით რა მინდა კითხოთ? ეხლა როდესაც საუბრობდით ამ ცალმხრივობაზე, მიკერძოებულობაზე, თვითცენზურაზე, ერთი კითხვა გამიჩნდა ახლა. თქვენ ხართ რეჟისორი, რომელსაც სპექტაკლებს ხან უცენზურებდნენ, ხან თეატრიდან გიშვებდნენ, თქვენი სპექტაკლების გამო, მაგრამ მაინც ახერხებდით ყველა დრო შეხა. მაგალითად, ბიდერმანი და ცეცხლის წამყიდებელნი თქვენი აქცენტებით დადგით იმ დროს, როდესაც ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდებოდა. დღეს საუბარია იმაზე, რომ გვესმის საუბარი რომ ცენზურა რომ გარემო დაცენზურებული ახლა თავისუფლად ვერ აკეთებენ განცხადებას, იკრძალება სათქმელის მიტანა აუდიტორიამდე. აი, რა არის თქვენი პოზიცია, როგორ ხედავთ ამ პროცესს და ამ განცხადებებს ცენზურაზე? მე მგონია სისულელია, უბრალოდ იცით საკუთარ უნიჭობაზე გაბრაზებული ხალხი აბრალებს სხვას, თავის ასე ლუზერობას, ასე ვთქვათ. და ამიტომ არიან ასეთები გამწარებული, იგონებენ რაღაც ცენზურას. მე საშინელ ცენზურის დროს ვახერხებდი რაღაცის დადგმას, მართალია ზოგჯერ ბალავდი, მაგრამ მაინც მეხმარებოდნენ ხალხი. მე თვითონ არ ვიცი, აი როგორ გამომდიოდა ასეთი თავისუფალი აზროვნების სპექტაკლები. ბოდიში ვაქებ საკუთარ სპექტაკლებს, მაგრამ რა ვქნა? რეალობის ასახვა არის პრინციპში შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ სიტყვებია, რომელსაც თქვენ თავზე ამბობთ, არამედ ჩვენ მოგვისმენია არაერთ საერთაშორისო კრიტიკოსისგან და მოგვისმენია იმ მაყურებლისგან, რომელსაც ვიცნობთ ასე და რომლის ხმაც გვესმის, ხო? და ზოგადად მაყურებელზეც მინდა კითხოთ, აი რა როლი აქვს მაყურებელს ახლა? იცით რა, მაყურებელს ვერაფერს ვერ დავაბრალებ. მაყურებელი ყოველთვის უნდა იყოს მართალი. მაშინაც როცა ის ვერ გაიგებს ბოლომდე, ეხლა ერთმა გოგონამ მომწერა Facebook-ში, რომ თქვენი სპექტაკლი მე ვერ გავიგე პრომეთეზე. ძალიან გავეხარდა, იცით რატო? იმიტომ რომ თეატრი ყველას გონია ადვილი გასაგები. აი მაგალითად მიდის ის გოგონა კონცერტზე, სადაც თანამედროვე მუსიკა სრულდება. ის ამბობს, იცით რა, მე არ მესმის, მაგრამ ეს გენიალურია. ეს არ მესმის, კი არ ნიშნავს, რომ აგინებს. იმან იცის, რომ რაღაცა არის მასზე უფრო დიდი. მიდის გამოფენაზე, დაუშვათ პიკასოსი, ვერ ხვდება რა არის, მაგრამ ამბობს, არ მესმის, მაგრამ კარგია ძალიან. თეატრში არბას არ ამბობენ, თეატრში არ მესმის, ვსო. გესმით, ამიტომ როცა თქვა გოგომ არ მესმის თეატრზე, გამეხარდა. იმიტომ თეატრი მართლაც არ არის ასე ადვილად გასაგები. მაგალითად მე დამჭირდა კაიხანია ახალგაზრდობაში, რომ მივხვდარიყავი რასტიშტავს კარგი მსახიობი, კარგი რეჟისორი, კარგი ფილმი, მე კინო უფრო მიყვარდა ვიდრე თეატრი. ახლაც ასეა. ბატონ რობერტო, აუცილებლად მინდა კითხოთ მომავლის გეგმებზეც, ხო? ჩვენ მოგვისმენია თქვენი განცხადება ვეფხვის ტყაოსანთან დაკავშირებით, რომ ფიქრობთ ამ ნაწარმოების სპექტაკლად ქცევის იდეაზე. დადგამს რობერტ ტუროა ვეფხვის ტყაოსანს. რაზე მუშაობთ?
მე ვმუშაობ, რომ უკვე დაახლოებით 30 წელი ვმუშაობ ვეფხის ტყაოსანზე, მაგრამ ის გენიალური პოეზია უნდა გადავიტანოს სცენაზე. იმიტომ ლექსების კითხვა ჩვენ შეგვიძლია სახლში უფრო დიდ სიამოვნებას მივიღებ. მე გურამ საღარაძე, გოგი ხარაბაძე კარგად კითხულობდნენ ამ პოემას. მაგრამ სცენაზე თქვენ ხო კითხვა არ გინდა, სახლში წაიკითხავთ, თქვენ უნდა ნახოთ რაღაც ადეკვატური იმ პოეზიის, გენიალური კაცის პოეზიის, რომელიც ამ პოემაშია. და ამიტომ შეიძლება დავდგა, შეიძლება არა. თუ დავდგა, ვიცი სასაკლაოზე მივდივარ, ყველა მომკლავს. ერთხელ ვთქვი, ერთი რაღაცა არ მესმის თქო, აი ხლა თვითონ ტარიელი ხო ნახვა ავთანდილმა და მეფემ. დანაშეს არ უნახია და ეს კაცი რომელიც იჯდა, ნუ ყველა მისით ხო ეს 4 სტრიქონი. კი ბატონო. შავ ნახეს უცხო კაცი მოხმე ვინმე ჯდა დაპირალი წლისაპირსა ასე შემდეგ. კი ბატონო. დიახ, ხო და ისე იმოქმედა ამ კაცმა, რომელიც ნუ რუსთაველი წესო ტიროდა, მაგრამ მე ამას აღვქავ, რომ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მიიქცია ყურადღება. მართალია, როცა მივიდე წამოსაყვანად, დაინახეს, რომ მართლა ტიროდა, იმიტომ რომ ცრემლები აქვს აღწერილი გენიალურად პოეტს. ამ კაცმა უცბად, როცა ათრევდნენ მეფესთან, გაგიჟდა ამაზე და დახოცა ხალხი და გაქრა. ეს ნახეს ისევ მეორე ავთანდილმა და მეფემ. მერე უეცრად თინათიდი, რომელსაც არც უნახავს ეს კაცი ეუბნება თავის შეყვარებულს, 3 წლის წადი და ის კაცი მომიძებნეო. აი მითხარით, მეცნიერებმა ვერ ახსნეს ეს. მე სადაც არ მკითხულობდი, ეს არ არის ახსნილი. რატომ? ხო არ უნახავს ეს კაცი ამას. ნუ თუ ისე იმოქმედა მასზე, მამამისის ახთოვანებამ თუ რაღაც თვისებებმა, რომ გაგზავნა თავის შეყვარებული 3 წლით. მე ხო უნდა აუხსნა მსახიობს, მე ხო არ შემიძლია უთხრა, აი გაგზავნე. რატომ მეუბნება მსახიობი? მე უნდა აუხსნა. მეც მინდა ავხსნა. მე ჩემთვის ავხსენი. მაგრამ არ გეტყვით. დისერტაციას დაწერენ მერე. ხო და თუ ასე გავაკეთე ბოლომდე, მაშინ დავდგამ და თუ დავდგამ, რასაკვირველია, მე დაგებშინდობებით ყველას. დავკლავენ, ჩამქოლავენ და მომკლავენ. კი ბატონო. იმიტომ რომ ვეფხის ტყაოსანი ყველას თავისი ვეფხის ტყაოსანი აქვს. ილუსტრაციები, ნახეთ, ზიჩიმ გააკეთა შესანიშნავი ილუსტრაციები. ეხლა ყველას გონია, რომ რუსთაველის თეატრში მოვლენ და ნახავენ ზიჩის ილუსტრაციებს. ან რა ქვია კაცო, ქობულაძის. ხო და ასე არ იქნება კაცო, აქ იქნება რუსთაველის თეატრის ვერსია. იმიტომ ყველას ხო თავისი ვერსია აქვს. ეხლა როცა თუ კითხულობენ რასაკვირველია, მე ეჭვი ვიპარება, რომ კითხულობენ ეხლა ვეფხის ტყაოსანს, მაგრამ თუ კითხულობენ, იქ იბადება შენთვის ყველაფერი სახიერი ხდება ეს პოემა და ჩვენს გვაქვს უფლება, ჩვენც რაღაც სახიერად შევხედოთ, ჩვენ სახიერ, ჩვენთვის სახიერ. რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ, თქვენ არ შეგეშინდებათ საზოგადოების ან კრიტიკოსების აზრის, რომ დადგათ ეს სპექტაკლი და ვნახოთ რობერტ სტურუას ვერსია. არა, იცით შემეშინდება რატომ? ეს პირველი ვერსია რო გავაკეთე, ეს იყო გასულ საუკუნეში. უახლოვდებოდით 2000 წელს. და ყველაფერი მქონდა კომპიუტერში, მაშინ კომპიუტერი ძვირი იყო. და იშვიათი იყო და მომპარეს, სხვაზე ვისვენებდი. ვიღაცა მომპარა, საოცრად მომპარეს. გამოვიძახე მილიციონერი და უცხარი მიშველეთ რამე იქ იყო ჩემი ვეფხის ტყაოსანის ვერსია თქო სცენისთვის. მილიციონერი მეუბნება, ახ შენი ყავი ვის წეწერა რომ თქვენ ასე ლანძღავდით რუსთაველს არ გამილანძღავს. ესე იგი მივხვდი რომ
ლამის დამხრეთდა ეს კაცი. ორი იყვნენ თანაც. და ეს მელის მე თუ დავდგი. მადლობა. ეს ცეზურა არ არის. დიახ. იცოცხლეთ. დიახ, მადლობა, რომ იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი, რობერტ სტუროა, საუბრობდა იმედი ლაივის პირდაპირ ეთერში. დღეს ამით გემშვიდობებით, ბრუნდებით 4 შაბათს 23 საათზე.